ეთერში საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენს სტუმართან ერთად. იმდენად საინტერესოა, რომ გავგრძელდა მათ შორის რეკლამის დროსაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებთ თქვენთვის ყველაზე საინტერესოს საშიში თამაშები, კიბერსივრცის ბნელ მხარეებზე ვსაუბრობთ. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს ზოგადად ინტერნეტის და ტექნოლოგიური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვეობას რაღაცნაირად მიყვე ფეხ, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობებთან ერთად ეს კიბერსივრცე შეიცავს ძალიან დიდ რისკებს და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, რომ აი ამ შესაძლებლობებს, ბენეფიტებსა და მეორეს მხრივ რისკებს შორის ლავირება შევძლოთ, ჩვენ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი და ჩვენ თავად არ გავხდეთ არ ვიცი, манипуляციის იარაღი ვინმესთვის ან რაიმე ინტერესებისთვის. ამიტომაც დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ სტუმრად ქეისის დამფუძნებელი ლაშა პატარაია 237-103 ჩვენი ტელეფონის ნომერი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რადიო პალიტრა არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რადიო პალიტრას Facebook-ის გვერდი არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩვენს გადაცემას თვალი ადევნოთ და იქაც მოკლედ მოგწეროთ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. ლაშა, გავაგრძელოთ საუბარი, იმიტომ რომ მართლა თემა საკმაოდ დიდია, ფაქტობრივად ამოუწურავია და აი დავსვავდი შეკითხვის სახით იმას, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი, რომ როგორ შევძლოთ და როგორ მოვახერხოთ აი ამ არ ვიცი, ძალიან მასშტაბურ, ხო? უთვალავ რაღაცა კიბერსივრცეში ისე მოქმედება და ისე ლავირება, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო და თავად არ გავხდეთ რაღაცა манипуляციის საგანი. ნახე, თვითონ ინტერნეტის სივრცე ბევრ შესაძლებლობასთან ერთად სწორედ აღნიშნე, იმდენ საფრთხეს გვიქმნის, შეიძლება აღვიქვათ როგორც ახალი კი არა, ახლად გაცნობიერებული, თორე რეალურად ძალიან დიდი ხანია ესე იყო ჩაფიქრებული ფრონტის ხაზად, სადაც ხდება ყოველდღიურად შენზე ფსიქოლოგიური გავლენა და იმისთვის რომ გახდე უფრო, როგორ გითხრა, იმპულსური, თავიდან ერთ-ერთი ამის ძირითადი мотиваცია იყო მარკეტინგი, ანუ კონსუმერული ეკონომიკის პირობებში ადამიანებს, კომპანიებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ყველაფერს, აწყობდათ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც იქნებოდნენ უფრო იმპულსურები, უფრო ემოციურები. ამისათვის მაგალითად ძალიან მომგებიანი იყო შორტების შემოტანა, მცირე ვიდეოების, რომ შენი ყურადღების შესაძლებლობა შემცირებულიყო ძალიან მინიმუმამდე და მალე, ანუ რაც უფრო მცირეა შენი ყურადღების ფანჯარა, უფრო ადვილია შენზე გავლენის მოხდენა. და მეორე ეს იყო სულ გქონდეს ფსიქოლოგიური მოთხოვნა რაღაცა დინამიკის. ყველაფერი აჩქარდა, ანუ მთელი კონტენტი, ფილმებით დაწყებული, დასრულებული რაღაცა ინფორმაციო ტიპის ნიუსებით, ანუ ყველაფერი არის ფორსირებული. თქვენც კი რაღაცა იმას ვაკეთებთ, ხო? კონტენტს რაღაცა ნიუსდებთ, იძულებული ხართ, რომ შეამჭიდროთ, დააკომპრესოთ და ის რაც ჩვეულებრივ უნდა გეთქვათ აქამდე, იმიტომ რომ მოხმარებელი ასე აღარ კითხულობს და ასე აღარ იქცევა. დააკომპრესირო, დააპატარავო, თავში თქვა ყველაფერი მთავარი და უაზრო გახადო დანარჩენი მოსასმენად და ატარავდება ყველაფერი და ჩქარდება. შესაბამისად, ამ რეალობაში, როცა შენ თავიდან ბოლომდე დამიზნებული ხარ, რომ იყო გავლენის ქვეშ, რომ განისაზღვროს შენი ქცევა, მე ვიტყოდი, რომ ბოლომდე ამის პრევენცია და ამისგან თავდაცვა შეუძლებელია. მაგრამ არსებობს კიდე სხვა გზები, რომლებიც ვერ იკეტება, იმიტომ ისინი რომ ჩაიკეტოს, შეუძლებელი გახდება იმ ეფექტების მიღწევა საზოგადოებაზე მართვის, მასის манипуляციის მოდი ასე ვთქვათ, რაც ძალიან ბევრს უნდა, ხო? სპეცსამსახურებს, უზარმაზარ კორპორაციებს, ტექნოლოგიურ გიგანტებს და ასე შემდეგ. ეს არის ის ბენეფიტები, რაზეც შენ დღეს უნდა იფიქრო. ეს ბენეფიტებია, რომ შენ დღეს გეოლოკაციის მიუხედავად შეგიძლია გააკეთო სასწაული რაღაცეები. შექმნა ძალიან დიდი მატერიალური დოვლათი, ეს მერე მოახმარო შენ ფიზიკურ საზოგადოებას, შენს ეკონომიკას, შენს კეთილდღეობას,
განვითარდე კარიერულად, მიაღწიო ახალ მწვერვალებს, კონდეს განუსაზღვრელი ულიმიტო შესაძლებლობა ნეტვორკინგის, რაც მთავარია ამ ყველაფერში და აქეთკენ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება. იმიტომ რომ თუ არ შევქმნით პერსპექტივებს, კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო და უფრო მოწყვლადი და ეს საფრთხეები მატულობს. ნახე როგორც აი ეს სადამდე თამაშები შეიძლება ამ საფრთხეებმა მიგვიყვანოს, ანუ თუ დავუშვათ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ვისაც აქვს შეხება ინტერნეტ სივრცესთან, სხვადასხვა კონტენტთან, შემთხვევაში ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს თამაშები, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც კანონს მიღმა არსებული საქმიანობა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს დამოკიდებულება სოციქსელებზე, იმიტომ რომ ესეთიც გვინახავს. სადამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს? ანუ ჩვენი ეს საუბარი დავიწყეთ თამაშებით და ჩათრევით, ხო, ბავშვების რაღაცა, რომელიც დამოკიდებულება რის მიმართ გაქვს, ხო? ხშირად სუიციდით და რაღაც უბედური შემთხვევებით. ან სუისიმკვლელობით, ხო? ლეტალური გამოსავლით, მოდი ასე ვთქვათ. და რაღაც მომენტში მკითხე კიდეს და ვერ გიპასუხე, მე მგონი რაღაც გადავერთეთ სხვა თემაზე, როგორ აკეთებენ და რა სქემა არის რეალურად. ხო, როგორ მუშაობს ეს სქემა ზემოქმედების, მანიპულაციის. შენ ახლანდელ კითხვაზე ერთ-ერთი არის. ანუ ნახე, ამ თამაშების ლოგიკა არის რომ შენ გქონდეს 50 ამოცანა, რომელსაც წესა ვერ ხედავ და ყოველი ამოცანა, შემდეგი ამოცანა არის წინაზე უფრო რთული, უფრო მეტად ფსიქოლოგიურად, როგორ თქვა, დახვეწილი და მეტად ახდენს გავლენას შენზე. მარტივად რო თქვა, პირველიდან 50 ამოცანას, მე 50 ამოცანამდე ხდება ესკალაცია, აყვანა შენი სადღაცას და იქ როგორც მსხვერპლი ამთავრებს სუიციდით, ისე ამთავრებს საზოგადოება კოლაფსით. ამიტომ საბოლოო შედეგი იქნება კოლაფსი. შენახსენია ასევე კონტენტი. კი ბატონო. ანუ კონტენტზეც ვიტყვი, ჩვენ დღეს ინფორმაციას აღარ ვღებულობთ. არ გეწყინოს, მაგრამ მთელი მედია ნაკლებად შეიძლება ის თქვა თქვენზე. მაგრამ ნუ მაინც მედიის წარმოადგენს. ანუ უკვე მზა კონტენტს, ანუ რეალურად როგორ მუშაობდა ხოლმე, მოდი ავხსნათ, ხო? ანუ კლასიკური მედიის დანიშნულება რა არის, რომ მაწვდის ინფორმაციას და ამ ინფორმაციის მიხედვით კონტენტს მე უკვე თავად ვქმნი და დღეს ეს შეიცვალა. აი, სწორედ მინდა აღვნიშნო ეს ამბავი რა. უმეტესობა მთელი მედია სივრცე საქართველოში გადაიქცა მოსახლეობის ტერორის საშუალებად. და ამ თითქოსზე პასუხისმგებელი ვარ. ანუ ტერორი კლასიკური გაგებით რასაც ნიშნავს, იმას ვაწყდებით ჩვენ მედიის მხრიდან მოსახლეობის მიმართ. ხშირად ეს საინფორმაციო ტერორს გულისხმობ ბუნებრივია? საინფორმაციო არ არის. მაგაშია საქმე. ნახე, ინფორმაციასა და კონტენტს შორის არის განსხვავება. სამძიმე ბრალდება. ინფორმაცია, აი, კარგსაც ვიტყვი ბოლოში. ინფორმაცია პასუხობს კონკრეტულ კითხვებზე და გაძლევს რეალურ რაღაც ქმედით ზუსტ როგორ გითხრა შინაარსს. კონტენტი, რასაც ჩვენ კონტენტს ვეძახით, რასაც მოვიხმართ და ითის ვიკვებებით. ეს არის არა იმისთვის, რომ შენ კითხვებს უპასუხო, არამედ გაგიჩინოს ის კითხვები, რაც კონტენტის ავტორს აწყობს. ანუ კონტენტი არის ნარატივი. როცა შენ დღეს უყურებ ტრადიციულ მედიას, მნიშვნელობა რა, სოციმედიაში დაიმპოსტავ ამას თუ რეალურ დროში ტრანსლაციაში მეტყვი ტელევიზორში, ხო? ერთ და იგივე არის ჩემთვის. ანუ შენ როცა უშვებ კონტენტს ეგრეთ წოდებულს, იქ მე უკვე მეუბნები, ვინ არის დამნაშავე? მოსეა. მეუბნები, როგორ უნდა ვიგრძნო თავი ამ საკითხის შესახებ და განსაზღვრო ჩემს ემოციას, მეუბნები, რომელ მხარეს უნდა ვიყო, რა კითხვები დავუშვა და რა მოიმოქმედო. ყველაფერს წინასწარ განმისაზღვრავ და ამას მაგეთებინე. თან საქართველოში ვითარებას ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო ის ამძიმებს, რომ ამ მიმართულებით ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური კონტენტი გვაქვს. ანუ მარტივად ხო, ერთგან გადართავდა იმ კონტენტს გაწვდიან, რაც პროსახელისუფლებო მედიას აწყობს, მეორეგან გადმორთავდა ის კონტენტია შემოთავაზებული, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებს აწყობს. არის ის, ხა ძალიან არ მინდა რომ ვერიდები ხოლმე რა. არა, ეს თვითონაც აღარ უარყოფენ, ლაშა, ანუ საქმე იმაში, რომ თვითონაც აღარავინ უარყოფს ამას. მარტივი რაღაცაა. იდეა ამისი რომ გავანებოთ რაღაცა გლობალურ კონსპირაციებს და მასებზე კონტროლს და საიობს და ასე შემდეგ რა. იდეა არის რომ ჩვენ არასდროს არ გავერთიანდეთ.
ვიყოთ სულ დაყოფილები და სულ ერთმანეთს რაღაცა სისულელე შემოგდებულ თემებზე ვილაპარაკოთ რა, ვიცი, წითელი, ლურჯი, ნაცი, კოცი, აი ირელევანტური არის ეს დღეს სხვა დაკვეთა აქ ადამიანს, მოქალაქეს სხვა რაღაც გვინდა. ხო, თითქოს არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი ამ ნარატივებისგან თავისუფლები არიან. აღარაფერს ვამბობ, რომ რაღაცა თავის. ხო, არ არსებობენ. მოდი უფრო მძიმე რაღაცა ვქო და აი ეს ორი დაპირისპირებული ფლანგი, წითელი და ლურჯი, ხო? წითელსაც და ლურჯსაც რეალურად ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს. ანუ მე არ ვიძახი პარტიების დონეზე. აი პირობითად ვიღაცა შენი მეგობარი არის წითელი, ვიღაცა არის ლურჯი. და ორივე კარგი ტიპია, ხო? ხო ყავს მეგობარი, რომელიც ლურჯი და არის წითელი. კი ბატონო, არის ცნობენ. იმასაც აინტერესებს შენი როგორ თქო, შენსავით აინტერესებს კეთილდღეობა, უსაფრთხოება, განათლება, წინსვლა, პროგრესი, დასვენება, ჭამა, სმა, გართობა, კარგი რაღაცეები აინტერესებს იმასაც და ამასაც. მაგრამ ერთიც და მეორეს, როცა ტელევიზიას მივადგები და ჩართავს რომელიმე არხს, ერთმანეთს ხო არ ხედავენ. ისინი ხედავენ ორივედან შერჩეულ, ხელით არჩეულ ტიპებს, ლურჯებიდან არის არჩეული ხელით, აი ისეთი ტიპები, რომელიც წითლებში საშინელ ემოციას და ანტაგონიზმს აღძრავს და ანალოგიურად წითლებშიც შერჩეულია ყველაზე ისეთი ტიპები ადამიანების, რომლებსაც ვიცით, რომ ლურჯებშია ძალიან არ მოეწონებათ. და რეალურად წითელს ახმა აქვს ლურჯების ამ ადამიანებიდან გამომდინარე და პირიქითაც ლურჯებს წითლების მიხედვით. ხო, აი ძალიან საინტერესოა. ეს არის თავიდან ბოლომდე ფსიქოლოგიური ოპერაციები და საიოფსი ქვია ამას, кейში ვასწავლით. ძალიან ორცელი თემა, გაგვიჭირდება ამის ლაპარაკი ერთ ეთერში, მაგრამ ეხლა რომ გავაგრძელოთ. ვიდრე გავაგრძელოთ მე ფაშა. უნდა თქვა. კი ბატონო. თქვენ კი ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ პერონულად კერგეუბნები. ხო, მესმის. მე არ მაქვს ეს მიუღებლობა კრიტიკის მიმართ. მაგრამ ახლა გეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვენ ეს ყველაფერი პირიქით ამოატრიალოთ და რატომ? სოციმედია გახდა საზოგადოების და მათ შორის უნარჩვების ყოველდღიურობა. და აქედან ვღებულობთ ინფორმაციას, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ხდება საზოგადოება, რომ 90% ჩვენ გვაქვს ხელოვნურად შექმნილი ამბები, ხელოვნური ისტორიები, ყველაფერი ფეიკია უმეტესობა და უკვე მოსახლეობას უჭირს ნდობა. ნახე, თავიდან მოხდა შიფტი ტრადიციული მედიიდან სოციმედიაზე, სოციმედია გარდაიქმნა ინტერესთა მედიად და ახლა საზოგადოება უკვე სვავს კითხვას, რომ საიდან მივიღო ინფორმაცია, იმიტომ რომ ვერ გავიგე ეს პოსტი საიდან მოვიდა, ეს ამბავი ვინ დადო, ის რომ რაღაც საიტია და ნიუსი რო ფიგურირებს, მართლა არის საინფორმაციო სააგენტო, უკვე სადღაცას ჩდება კითხვა, რომელსაც იდეაში შეგიძლიათ რომ თქვენ უპასუხოთ, რომ აი კი ჩვენ მედია ვართ. ჩვენ სხვა გამოცდილება გვაქვს. ჟურნალისტები სხვანაირად ვსწავლობთ, სხვანაირად ვიზრდებით, სხვა პრინციპებზე არის აგებული ჩვენი აზროვნება, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხედვა და ჩვენ ვიცით რა არის სიტყვის თავისუფლების ფასი, ვიცით რა არის ობიექტურობა და არის მედიის პრინციპები ამ ყველაფერზე არის აგებული. აი ეს და აი ამ როგორ გითხრა რა, ამ პრინციპების ქარხანაში ვაწარმოებთ უკვე ობიექტურ, სუმცირე მეტად ობიექტურ გადამოწმებულ ამბავს. ხოჩოს ძალიან დიდი ხანია ველოდებოდი და ზუსტად ვიცოდი რომ დადგებოდა ეს მომენტუმი, მართალი ხართ დგას და ამას ჩვენ ვგრძნობთ, თუმცა სრული მასშტაბით ჯერ არ არის ასე ვთქვათ ამოქმედებული შეიძლება ასე ვერც ამოქმედეს და რატომ? ანუ აკითხავს ნუ უპასუხოთ თქვენ. ხო, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ეხლა თქვენ რას აკეთებთ? გავრცელების მასშტაბები, მედიას ეს არა გააზრებული. ეხლა ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. ცალკეულად მე და თქვენ შეიძლება გააზრებული გვაქვს რაღაცები, მაგრამ მედიას ეს გლობალურად გააზრებული, ისიც ტრენდების მსხვერპლი არის, ისიც ჭამს ამ ყალბნარატივს, ხო? ახლა მედიაც იკვებება რაღაცა სოციმედიიდან აღებული ინფორმაციით, რომელიც თავშივე ყალბი იყო, მე ამაზე ააგო იმრწმენით, რომ სიმართლე იყო, თვითონ იყო უარესი სიყალბე და ნუ აი ჩაგეტილი წრი არის რაღაცა იმის, რა ქვია, დაუსრულებელი, ხო? მაგრამ მედიას გააზრებული არ აქვს და ეხლა მედია პირიქით მიდის. ანუ მაშინ როცა საზოგადოება უნდა წავიდეს მედიისკენ, ამ დროს მედია მიდის სოციმედიისკენ, ეგრეთ წოდებული, ხო? იწყებს პოდკასტების სივრცეში გადასვლას, სადაც საერთოდ სულ სხვა სივრცეა და არ არის მედიის ადგილი. იწყებს რაღაც ციფრულ სივრცეში რაღაცეების გარდაქმნას, დაპატარავებას კონტენტის, შორთებზე გადასვლას, სტორებზე გადასვლას, ადვილად მონელებად და ამ დროს თავარი მიზანი ამ შემთხვევაში ხო მეტი ნახვის, მეტი ასე ვთქვათ ყურადღების მიპყრობა, რამშობა ნახვით, წაკითხვით თუ რაღაც. აი ეგ არის პრობლემა. ნახე, თავარი რეიტინგი კი არ არის. თავარია შენ გქონდეს კომპრომისი მოგიწევს, რა თქმა უნდა, ფინანსური კომპრომისი მოგიწევს. მაგრამ კაი არ აკეთებთ ამ ფინანსურ კომპრომისს და უკეთეს დღეში არის დღეს მედია კომერციულად? არა. მოდი ავსალოთ ეგეთი რაღაცა. იმის კომპრომისის ხარჯზე, რომ თქვენ გარისკოთ
და იყოთ ბოლომდე სრულად ობიექტურები და ადეკვატურები რეალობასთან. მე არ ვამბობ, რომ ობიექტურების პრობლემა არის მარტო. ასევე პრობლემა არის თქვენ რას ხდით ტენდენციებს. თქვენ თუ ირეკლავთ იგივეს, რაც სოციმედიაშია, თქვენი ღირებულება იკარგება. და თუ ამას ცდით, დროთა განმავლობაში იმ ხალხს, ვინც აი ეს კითხვა უჩნდება, რომ კი, მაგრამ საიდან უნდა მივიღო ობიექტური ინფორმაცია, ვერ გავიგე, იქ გადაართავ ეს ხდება, აგადმორთავ ის ამბავია, სოციმედიაში სულ სხვა რეალობა არის, სად წავიდეთ, საიდან მივიღოთ ეს ინფორმაცია, ხო? ამას თუ თქვენ ისევ შეეხიდებით, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული თავიდან, ძველ კარგ დროს, მაშინ ეს ყველაფერი შემოდრიალდება. თუ არა, გარანტიას გაძლევთ, რომ აღარ რჩება არც ერთი შტო დღევანდელი მართლობის, საქართველოში კი არა, ყველგან ამერიკაშიც იგივეა, CNN, Fox News რა არის? ლურჯი და წითელი, ხო? და თუ ეს არ მოხდება, ახლა ზოგადად მედია სამართალზეც მაგას გვასწავლიდნენ, რომ მედია არის ერთ-ერთი როგორც ხელისუფლება. აი ხო ეს ასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი. ასე მეოთხე ხელისუფლებად ითვლება ქვეყანაში, კი ბატონო. ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი უბრალოდ განაცხადი და უბრალოდ რაღაცა არა, ამ ყველაფერს თავის საფუძველი აქვს. ეს არის გაცილებით მაღალი კლასის თემა მართვის, დემოკრატიზაციის ხარისხში, ვიდრე ნებისმიერ სხვა რაღაც. მედია შეიძლება იყოს ჩანაფიქრი ეგეთი იყო, უსაფრთხოების ერთ-ერთი უზრუნველყოფი რგოლი. მაგრამ როცა შენ მედიაში არაკომპეტენტურობა გაქვს, სუბიექტურობა გაქვს, თავად ხარ აყოლილი სოციმედია ტრენდებს, საერთოდ ნულოვანი კომპეტენცია მშობლიურ ენაში, შემოდის ბარბარიზმები, ვეღარ მეტყველებ წესიერად, არ ხარ ყურებადი, არ გაქვს ეთიკა, ეხლა ჩვენ ვნახეთ მაგალითად, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა და ამაზე ველოდებოდით მთელი, ასე ვთქვათ, საზოგადოება რეალურ დროში განცხადებას და მძიმე სანახავი იყო, ვიცი უკვე ის მედიაში ხდებოდა, ანუ აი ეს არ ჯდება არა მარტო მედიის კომპეტენციაში, არამედ ასევე არსებობს კომპეტენცია ეროვნული. ნახე, ქართველის კომპეტენცია, ანუ როგორ თქვა, რასაც ჩვენ ვეძახით ქართლის დეფინიციაში, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ქცევა, ჩვენი კულტურა, იმაშიც არ ჯდება. მეგონი ზოგად ადამიანურ ღირებულებებსაც თვება ლაშა ეს, იმიტომ რომ ხო არ მოუდგენელია იმისათვის რომ შენ პირველმა მოიპოვო ინფორმაცია, ხომ არ შეიძლება მართლა თავებზე გადაიარო. ეს არის წარმოუდგენელია. კომპეტენცია აღარ არის, ეთიკა აღარ არის, ობიექტურობა აღარ არის. საერთოდ ეს ყველაფერი თუ ჩამოიშალა, მაშინ რას თავაზობს საზოგადოებას? ლაშა, მსმენელის შეკითხვა და აუცილებლად უნდა წავიკითხო და ძალიან ცოტა დრო გვრჩება. დღესდღეობით ინტერნეტი სოციქსელი ქმნის ქვეყნებში პოლიტიკურ ამინს აწესებს ფასეულობებს. ყველა დამოკიდებული გახად და მოხუცებიც კი 24 საათის ქროლავენ. ბავშვებს კი მეტყველების პრობლემები დაეწყოთ გეთანხმებით, იმიტომ რომ კომუნიკაცია აქვთ არა ადამიანთან, არამედ გაჯეტებთან. რა ვიცი, რას უპასუხებდით და ხელოვნური ინტელექტის მინდა რომ ერთ-ერთი სიტყვით მითხრათ. ეგ განაცხადია და ცოტა ისეთი სავარაუდოდ რაღაცა ჟურნალისტური მასგავსი, იმიტომ რომ ისე არის ჩამოწერილი კომენტარი. პროფესიით შეიძლება ჟურნალისტიც იყოს, ვინც დაწერა. ხო, ანუ გაჯეტებმა ჩაანაცვლეს მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება და ამიტომ ვიძახი, ვიღაცამ უნდა აიღოს ეს ფუნქცია. საზოგადოებას ჩამოიშალა განათლების სისტემა. ეს ალგე ძალიან დიდი თემაა რა ხდება ჩვენ სკოლებში. ჩამოიშალა ავტორიტეტები. ჩამოიშალა მედიის ძალიან დიდი ნაწილი და მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა რადიკალურად. აღარ ვენდობით ერთმანეთს, აღარ მოგწონს ერთმანეთი და ძალიან გვიჭირს რამეზე შეჯერება ერთ აზრზე. და ამ რეალობაში, რა თქმა უნდა, ის ვის ფიქრობს, როგორ ფიქრობს განვითარებაზე, მომავალზე, ხვალინელზე, თუნდაც მარგინალურად, გულისხმობ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ ეს აუთვისებელი ფანჯარა შესანიშნავად აიღეს. შემოგთავაზეს თავიანთი სივრცე, თავიანთი რაღაცა გამაყუჩებელი ამ პრობლემების, თავიანთი რაღაცა ერთგვარი ნარკოტიკი და იქ არის ყველა. ბიდების, პატარებიც და კიდევ ერთხელ ვამბობ რა, თუ არ ჩაანაცვლე ალტერნატივით და არ დადეს შეთავაზება, არავინ მაგას არ გაყვება. ჩანაცვლებითი თერაპია, მოკლედ ამ მიმართულებითაც ჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. კი ბატონო. მადლობა, ლაშა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლაშა პატარაიას кейსის დამფუძნებელს უსმენდით, სულ ეს იყო ამ დროისთვის. მადლობა ძალიან საინტერესო მოსაზრებისთვის ავტორს. სამშაბათამდე გემშვიდობებით დროებით.